მისმინეთ ბიჭებო, მე ასე გეტყვით. ხალხმა იცის რომ ილია კარგია, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს სინამდვილეში რამდენად მაგარია ეს ბიჭი. მე მას ვუყურებ და ვხედავ დონეს, რომელიც ახლა უბრალოდ მიუწვდომელია ამ თამაშში მყოფთა უმრავლესობისთვის. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ ჰაიპს და ლამაზ სიტყვებს, მაგრამ როცა მისი ტექნიკის დეტალურ ანალიზს იწყებ, ხვდები, ეს ბიჭი ყველასე ბევრად წინ არის. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს ფაქტებია, რომლებსაც ის ყოველ ბრძოლაში ამტკიცებს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ტექნიკურად ის უბრალოდ კოსმოსია. მისი ჯიუ-ჯიტსუ, მისი ჭიდაობა, მისი მუშაობა ჯიბეში, ეს არის უმაღლესი მათემატიკა MMA-ის სამყაროდან. ბევრს გონია, რომ ის უბრალოდ მაგარი მოკრივეა, მაგრამ უფრო ღრმად ჩაიხედეთ. ის დისციპლინირებულია ძვლის ტვინამდე. როცა მის ბრძოლას ვგეგმავ, მაგალითად, თუნდაც ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, ვხედავ, რომ ილია უბრალოდ ზედმეტად გათვლილია ასეთი ჩხუბისთვის. გეიჯი, ეს არის ქაოსი, ეს არის ომი, მაგრამ თოფურია ეს არის სტრატეგია. მას ყოველთვის ხელები მაღლა აქვს, ის ყოველთვის დაცულია და არ გაძლევს არც ერთ ჩანს, რომ მის შეცდომას გამოეკიდო. ის შედის ოქტაგონში, ღრმად ჩაისუნთქავს და იწყებს ნიადაგის მოსინჯვას. ის არ ვარდება წინ თავქუდ მოგლეჯილად, ის აკვირდება, სწავლობს თუ რის გაკეთებას აპირებ. და როგორც კი შენს რიტმს დაიჭერს, მორჩა, ჩათვალე ყველაფერი დამთავრებულია. მისი კრივი უფრო სუფთაა ვიდრე ნებისმიერი სამ დივიზიონში. ის უბრალოდ ცალკეულ დარტყმებს კი არ ისვრის, ის დარტყმებს იდეალურ კომბინაციებში კრავს. 1, 2, 3. ბამ, ბამ, ბამ და ყველაფერი მიფრინავს ზუსტად მიზანში. ყოველგვარი აურზაურისა და ზედმეტი ენერგიის ხარჯვის გარეშე. ის არ თამაშობს, არ ცდილობს თავზე გადახდომას. ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ქირურგიული სიზუსტით. შეხედეთ რა უქნა ვოლკანოვსკის, შეხედეთ მის წინა ბრძოლებს. ყოველ მოძრაობაში ჩანს სკოლა და რკინისებური დისციპლინა. ის დარტყმებს ჰაერში არ ისვრის. მისი ყოველი გამოხტომა გეგმის ნაწილია. და ეს ყველაზე მეტად მაშინებს. როცა შენს წინააღმდეგ გამოდის ადამიანი, რომელიც ტექნიკურად ყველა ასპექტში აღჭურვილი და ამავდროულად ბერის დისციპლინა აქვს, შენი პრობლემები სწორედ მაშინ იწყება. ის არ მოგცემს უფლებას, რომ ბინძურ ჩხუბში ჩაითრიო. ის მეთოდურად დაგშლის ნაწილად ამსანან ფინიშისთვის მომენტს არ იპოვის. ილია ეს არის პროფესიონალიზმის ახალი სტანდარტი ჩვენს თამაშში. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის ოსტატი, რომელმაც ყოველი თავისი მოძრაობა ავტომატიზმამდე მიიყვანა. დამერწმუნეთ, ჩემი გამოცდილებით მიენდოთ. როცა ასეთი ბიჭის პირასპირ დგეხარ, გრძნობ, რომ შენი ყოველი შეცდომა უკლაველი იქნება. ის ზედმეტად სუფთაა თავის ტექნიკაში, ზედმეტად სახიფათოა კომბინაციებში და ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ წარმატების რაიმე შანსი დაგიტოვოს. ეს უბრალოდ მებრძოლის ევოლუციის სხვა დონეა და ჩვენ ყველანი ახლა ვხედავთ, როგორ წერს ის თამაშის ახალ წესებს. მისმინეთ, მე იქ ვიყავი, მასთან ერთად გალიაში ვიდექი და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიგრძენი, ასე რომ ვიცი რასაც ვამბობ. ამ ბიჭს მხოლოდ ქვის მუშტები კი არ აქვს, მას წარმოუდგენლად სახიფათო ტექნიკური ხელები და რაღაც არამიწიერი ფოკუსირება აქვს. იცით რამ გამაოცა მასში რეალურად? მისმა მენტალობამ. როცა ასეთ დონეზე ჩხუბობ, ხშირად ხდება, რომ ბრძოლა შენი სცენარით არ მიდის. დარტყმებს უშვებ, ჯებებით გჯობნიან. შენი საუკეთესო დარტყმები მიზანს სცილდება. ასეთ მომენტში ჩვეულებრივი მებრძოლი ნერვიულობას იწყებს. თავში აზრი გეტრიალებს, ჯანდაბა, უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, ვერ ვარტყამ, უნდა დაველოდო. ხელხი საკუთარ თავში ეჭვის შეტანას იწყებს და მანამ არ ისვრის დარტყმას, სანამ 100%-ით არ დარწმუნდება. მაგრამ არა ილია. ამ გიჩს თავში თითქოს გადამრთველი აქვს, რომელიც გვირაბის ხედვას რთავს. ფეხებზე ჰკიდია რამდენი ჯები გაუშვა რაუნდში, ფეხებზე ჰკიდია, რომ ზედიზედ 5-ჯერ ააცილა. მასში ეჭვის ნატამალიც არ არის. ის უბრალოდ აგრძელებს ნადირებს, ის ეძებს იმ ერთადერთ იმავე დარტყმას ისეთი თავდაჯერებით, თითქოს უკვე იცის, რომ მოგხვდება. და ეს ბიჭება მას სასიკვდილოდ სახიფათოს ხდის. ის წარმოუდგენელი სტოიციზმით გადის მთელ ამ პროცესს, სანამ შენ გონია, რომ ჯობნი, ქულებით მიყავხარ ბრძოლა და სახეს უნგრევ, ის უბრალოდ შენს დაცვაში მიკროსკოპულ ხვრელზე ელოდება და როცა მას იპოვის, მერწუნეთ, აუცილებლად იპოვის, იქ მთელ ძალას დებს. მას დარტყმის ისეთი სიმკვრივი აქვს, რომ შეუძლია სინათლე ჩააყიროს მებისმიერისთვის, არა მხოლოდ ქვემსუბუქი, არამედ მსუბუქი დივიზიონშიც. ბრძოლის მსვლელობა მას ვერ ტეხავს, შემხვედრი ცეხი მას ვერ აშინებს. ის უბრალოდ მოდის წინ თავისი ქვის სახით და შენ ხვდები, ეს ბიჭი არ გაჩერდება, სანამ არ დაეცემი. ეს იშვიათი თვისებაა. შეინარჩუნო ასეთი ცივი გონება, როცა შენსკენ ბომბები მოფრინავს. ილია ნამდვილი მტაცებელია ყინულის გულით, რომელსაც საკუთარი დარტყმის უფრო სჯერა ვიდრე ნებისმიერი სხვა რამეს ამ ცხოვრებაში. მისმინეთ აქეთ, ბიჭებო. ახლავე აგიხსნით, ვინ არის ეს ილია ტოფურია. ეს ბიჭი არ აპირებს თქვენს მოგებას რაღაც ლამაზიან სასაცილო გზებით. არა, ის უბრალოდ ჩააჭედებს თქვენს თავს იატაკში, სანამ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ გაითიშებით.
და მერწუნეთ, ამაში სასაცილო არაფერია. ამ პატარა ბიჭს ხელში მთელი არსენალი აქვს და მან იცის, როგორ ამოიღოს ნებისმიერი იარაღი შენთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში. მაგრამ მთავარი რის თქმაც მინდა, ეს მისი რიტმია. ამ ეძახებულ ტოპ მებრძოლს და უმეტესობას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ის. ილია გამოდის გალიაში და გაიძულებს მის ნელ, მძიმე რიტმში თამაშს. ის თითქოს შენს თვალწინ ერთსა და იმავე სურათს ხატავს, გაჩვევს. შეხედე, მე ასევე მოძრაობ, ნელა და მშვიდად. ყველაფერი ნორმაშია. ფიცავ, ეს ისე გამოიყურება, თითქოს უბრალოდ სეირნობს. და აი, სწორედ აქ არის ხაფანგი. ეს მისი დაწყევლილი ჰიპნოზის მექანიზმია. ის ამ მახეში გიტყუებს, გაჩვენებს ერთსა და იმავე მოძრაობას ისევ და ისევ. შემდეგ კი, ბამ, ის მყისიერად ცვლის რიტმს. ის ფეთქდება არაფრიდან და გიჭერს საპირისპირო მოძრაობაზე. შენ ვერც კი ასწრებ გაგებას, რომელ მომენტში ჩაქრა შენი სინათლე. ეს საშინლად ლამაზია, კაცებო. ის უბრალოდ კი არ გირტყამს, ის შენი აღქმით თამაშობს. გაიძულებ დაიჯერო მისი ტყუილი და შემდეგ გსჯის ნდობისთვის. ეს უმაღლესი პილოტაჟია და ყურება იმისა, თუ როგორ ნადირობს ის, ერთი სიამოვნებაა. ის ნამდვილი მტაცებელია, რომელიც ჯერ აძინებს მსხვერპლს და შემდეგ ერთი ზუსტი მოძრაობით ანადგურებს მას. მისმინეთ, ბიჭებო, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ბიჭი არის ნამდვილი ცხოველი, ფენომენი, რომელიც ბრძოლის ევოლუციის მწვერვალს წარმოადგენს. მე მახსოვს მისი ბრძოლა ჯაი ჰერბერტთან. ეს იყო მომენტი, როცა მივხვდი, რომ ილია თოფურია რაღაც სულ სხვაა. წარმოიდგინეთ, ის ავიდა 155 ფუნტში თავის ბუნებრივ წონაზე მაღლა და საერთოდ არ ადარდებდა ვის წინაშე იდგა. მან უბრალოდ თქვა, ჯანდაბას ყველაფერი მე ვიჩხუბებ იქ, სადაც საჭიროა. და აი პირველივე რაუნდში ჰერბერტი, რომელიც არის უსერიოზულესი სტრაიკერი, უზუსტესი და უსტრაფესი, აწვდის ილიას იდეალურ ჰაიკიკს პირდაპირ თავში. ეს იყო მომენტი, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ილია რეალურად ცუდ მდგომარეობაში იყო, ის დაეცა, ის დაცურავდა, მისი გონება ბურუშში იყო, მაგრამ აი აქ გამოჩნდა მისი ჩემპიონური ხასიათი. ის არ დანებდა, ის ჩაეჭიდა მეტოქეს, გადარჩა, ძალები მოიკრიფა და შემდეგ რაუნდში, ოხ, მერთო ჩემი. მან ჰერბერტი პირდაპირ ბნელეთში გაგზავნა. ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ ჯაი ჰაერშივე გაითიშა და მიწაზე დაენარცხა. ეს იყო ნოკაუტი, რომლის შემდეგაც უბრალოდ ტრიალდები და მიდიხარ, იმიტომ რომ იცი, იქ სიცოცხლის ნიშნები აღარ დარჩა. მისი დარტყმების სისუფთავე და სიზუსტე ეს არის ის, რაც მამაკაცებს ახავთოვანებს. შეხედეთ მის ტექნიკას, მის პოზიციონირებას, ის ყოველ დარტყმაში დებს მთელ თავის ინტელექტს და ძალას. ის ანადგურებდა ყველას 145 ფუნტში, მაგრამ როცა ზემოთ ავიდა, მის დარტყმებში კიდევ უფრო მეტი ხორცი გაჩნდა. ის წარმოუდგენლად სახიფათოა. როცა ის კომბინაციებს აწყობს, ეს გავს კარგად გათვლილი артиლერია, რომელიც მიზანს არასდროს აცილებს. ილია არ არის უბრალოდ მბრძოლი, ის არის გამანადგურებელი მანქანა. მისი ხელები, მისი სისწრაფე და ის წარმოუდგენელი ძალა, რომელიც მის მცირე ზომის სხეულშია ჩამალული, მას უნიკალურს ხდის. როცა ის ოქტაგონზე გამოდის, შენ გრძნობ ამ ენერგიას. გრძნობ, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ისტორია დაიწეროს. ის არ ეძებს მარტივ გზებს, ის ეძებს კონტაქტს. ის ეძებს იმ მომენტს, როცა მეტოქის დაცვა მცირედით მაინც მოეშვება, რომ იქ თავისი მომკვდინელი დარტყმა ჩადოს. და როცა ის ამას აკეთებს, ხალხი უბრალოდ წყვეტს არსებობას ამ განზომილებაში. ეს არის სუფთა ძალა, სუფთა ტექნიკა და სუფთა ნიჭი. ილია თოფური არის ის, ვის გამოც ჩვენ ეს სპორტი ასეთი ძალიან გვიყვარს. ის არის ნამდვილი ველური ძალა, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ ყველას აჩვენოს, ვინ არის ნამდვილი კეფი. ბიჭებო, მართალი გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ილია ფლობს ისეთ ბალანსს, რომელიც შერეულ ორთა ბრძოლებში აქამდე არავის ქონია. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები, ეს არის მოძრაობის ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ უმაღლესი დონის ოსტატები ფლობენ. მას აქვს სუფთა ბოქსერის ბალანსი. მას შეუძლია ელვისებურად შეიჭრას ახლო დისტანციაზე, დააყაროს 3, 4 ან 5 დარტყმისგან შემდგარი სერია, იმუშაოს როგორც თავში, ისე კორპუსში და იმავე წამს ყოველგვარი შეყოვნების გარეშე უკან გადახდეს, ან დონე შეცვალოს, რომ ჭიდაობისგან დაიცვას თავი. გესმით, ის არც ერთ წამს არ ჩერდება ერთ ადგილზე. ჩვეულებრივ როგორ ხდება, მებრძოლი ან მყარად დგას ფეხზე და ძლიერად ურტყამს სერიებს, მაგრამ მაშინ მისი დაგდება ადვილია, ან მუდმივად მოძრაობს და მზადაა საჭიდაოდ, მაგრამ მაშინ მისი დარტყმები მხოლოდ
მხოლოდ ჩქმეტას გავს. ილია კი ახერხებს ამ ორივეს გაერთიანებას. მას შეუძლია იჭიდაოს, დაიცვას თავი ტეიქდაუნებისგან და ამავდროულად მისი კრივი დარჩეს უნაკლო და დამანგრეველი. მე ასეთი დონის მებრძოლი მართლა დიდი ხანია არ მინახავს. თუ გულახდილები ვიყნებით, სტილისტურად ეს უბრალოდ კოშმარია ჯასტინ გეიჯისთვის. მოდით რეალისტები ვიყოთ. ჯასტინს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები იმ ბიჭებთან, ვინც მართლა მაღალ დონეზე ფლობს კრივს. გაიხსენეთ მისი კარიერა. ედი ალვარესმა აჯობა კრივში, დასტინ პორიემმა მათ პირველ ბრძოლაში ხელებით აჯობა. ილია ყველაზე სუფთა და ტექნიკური მოკრივეა მათ შორის, ვინცაც ჯასტინი ოდესმე შეხვედრია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჯასტინი აღარ ახალგაზრდავდება. გალიაში გადატანილი ომები თავის ყვალს ტოვებს. რა თქმა უნდა, ამ თამაშში ყველაფერი ხდება და მე არ ვაპირებ ჯასტინისთვის საფლავის წინასწარ გათხვას. ის მაგარი მებრძოლია, მაგრამ მისთვის ეს იქნება ბრძოლა აღმართზე, სადაც ყოველი ნაბიჯი უდიდესი წვალების ფასად დაუჯდება. დარწმუნებული ვარ, ბუკმეკერების კოეფიციენტები ძალიან იქნება გადახრილი თოფურია სასარგებლოდ და ამაში ლოგიკა არის. როცა ხედავ ასეთ უნაკლო ტექნიკას და უნარს გალიას ყოველი სანტიმეტრის კონტროლისა, ხვდები, ამ ბიჭის დამარცხება თითქმის შეუძლებელი მისიაა. ის უბრალოდ არ გიტოვებს შანსს. ის ყველგანაა და არსად ერთდროულად. მისი მუშტები კი ყოველთვის პოულობენ შენს ნიკამს, სანამ ამაზე ფიქრს მოასწრებ. ეს არის ათლეტიზმისა და ტექნიკის ფენომენალური ნაზევი. მისმინეთ, მეგობრებო. ილია არის ალბათ ყველავე ახლოს იმ გაგებასთან, რასაც სრულყოფილება ქვია ამ ოქტაგონზე. მე ვუყურებ მის სტილს და ის იმდენად დახვეწილია, იმდენად გათვლილი, რომ იქ უბრალოდ ვერაფერს მოედავები. მას არ აქვს სუსტი წერტილები, საერთოდ. იცით, არიან მებრძოლები მაგარი ფიშკებით, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ რაღაც ხრელი, რომლის გამოყენებაც შეიძლება. თოფურია კი მონოლითს გავს, ის ყველა ღილზია შეკრული. და როცა ამ უნაკლო ტექნიკას მის ფიზიკურ მონაცემებს უმატებთ, უკვე მართლა საშიში ხდება. მას აქვს იდეალური აღნაგობა MMA-ისთვის. ის არ არის ყველაზე მაღალი ან გრძელმკლავიანი, მაგრამ ისე მყარადაა შეკრული, თითქოს ფოლადისგან იყოს ჩამოსხმული. ის ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია, ხოლო მისი რეაქციები ეს უბრალოდ ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს მიღმაა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, მისი დარტყმითი ტექნიკა არ არის რაღაც უცნაური ეგზოტიკა. ის არ ცდილებს გამოჩნდეს განსაკუთრებული. ის, რასაც ის აკეთებს, არის ძველი კარგი ბაზა, აყვანილი აბსოლუტში. ეს არის სუპერეფექტური, სუპერზუსტი და მუშაობს როგორც შვეიცარიული საათი. მისი სტილი არ არის იმისთვის, რომ თავი მოიწონოს. ის იმისთვისაა, რომ გაგაუპატიუროს ყველაზე მოკლე და ეფექტური გზით. და როცა ხედავ ასეთ სისუფთავეს ყოველ მოძრაობაში, ხვდები, ეს არის მებრძოლის ევოლუციის მწვერვალი. ეს სულის სიღრმემდე შტამბეჭდავია, ბიჭებო. ის უბრალოდ არ გაძლევს საბაბს, რომ გამარჯვებაზე იფიქრო, რადგან მის თამაშში სუსტი ადგილი არ არსებობს. ის ნამდვილი ჩემპიონია და მისი ეპოქა ახლა იწყება.